ვარ დავით ჩოგაძე 8 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში, ჭიდაობა, ფანდურზე დაკვრა, გიტარა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ფეხბურთის თამაში მიყვარს. ფეხბურთს თამაშობ მუხრან ვახტანგაძის სასახლეში. იქამდე 2 წელი ვთამაშობდი დახურულში და 1 თვე ბესჯორჟიაში. ვარ უნივერსალი და ვთამაშობ ყველა პოზიციაზე. ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობ შუაში შეტევაში. ძალიან მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 100 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მეურვოდი პასი მივეცი, მე სხვას მიცავს, მე იმ სხვა მომცამე პასი და მე დავარტყი. მე პენალტი დაინიშნა და მე პენალტში დავარტყი 9-იანი. მე კარგ გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ აიღო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდი არის საქართველოს ნაკრები. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნობრით. ჩემი საუკეთესო თვისებაა მოტავ. გამოსასწორებელი მაქვს თავი თამაში. 5 წელს რო ვიყავი, მაშინ გადავწყვეტე ფეხბურთელობა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშა 40 წლამდე. კარიერის დამთავრების შემდეგ გავხდები მშენებელი. მე მინდა ავაშენო ჩემი ოცნების სახლი. ეს სახლი იქნება 50 სართულიანი. მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე. პირველ სართულზე მე ვიცხოვრებ მარტო. ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ცოლები არ მიყვარს. იმიტომ არ მინდა რომ კოსმა არ მიყვარს. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მათემატიკა ძალიან მაგარი ვარ და მასწავლებელიც კი კომპლიმენტებს მეუბნება. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ალექსანდრე მიქელაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ცოტნე მიქელაძე. ყველაზე მშვიდი არის ეზი ტაკიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამილა შარაშიძე. იმიტომ რომ ბავშვები უყვარს და მხიარულია. ახლა მინდა რომ ვიყო 17 წლის. მინდა მალე გავხდე სტუდენტი და მქონდეს ხელფასი. ჩემი აზრით მე ხელფასი მეთქნება 15,000 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს ვიყიდი ბევრ მანქანას და სახლებს. თითო კარგ მანქანას ვაჭუქებდი დედიკოს და მამიკოს. მე ვივლიდი ყვითელი ლამბორჯინით. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, 2 ბაბუა და 2 და. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა, რომ ვეთამაშო. ჩემი უფროსი და არის 11 წლის და ქვია ეკატერინე. ის არის ცელქი, ჭკვიანი და პრანჭია. ეკატერინე ალბათ გამოვა მანქანების გამყიდველი. მეორე და არის 8 წლის და ქვია თამარი. თამარი არის 7 ბეჯითი და ლამაზი. მამიკო არის ძლიერი, მაგარი და დამცველი. მიცავს ბევრჯერ. დედა ჩემი არის ლამაზი, განათლებული და სულ მეხუტება. და ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბულიო. მე ასევე მიყვარს ხატვა და დავდივარ ხატვის წრეზე. იქ მასწავლიან ფერების შერჩევას, რამდენი ფერი გამოვიყენო და ლამაზად დახვედრას. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლებს, ხეებს და ბინებს. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი. არ მიყვარს ვარდისფერი, იმიტომ რომ გოგოშკაური ფერია და მე არ მეკატრება. ადრე ვსწავლობდი გიტარაზე დაკვრას და ახლა ვსწავლობ ფანდურზე დაკვრას. გიტარის წლიდან იმიტომ გამოვედი, რომ დროში ვერ ვეტეოდი. ჩემი დრო იხარჯება ფანდურში, სკოლაში, მოსამზადებელ ცენტრში, მენტალურში. მოვასწარე გიტარაზე 3 სიმღერის სწავლა. ფანდურზე დაკვრა უფრო მარტივია. კიდე მინდა ვუკრავდი დოლზე. ჩემი საყვარელი სიმღერაა ხულოელი სულეიმანა. ჰეი და ჰეი აჭარელი ვიყავ განაე ხულოელი სულეიმანა ბათუმში ჩამობლაყუნდი კარტოფილას ყიდდი განაე ჰეი და ჰეი დემესიან ჯიბგირები გამახსენდა პაპაიგანა ავდარი და გამოვყარი დოარე განდა განანანა ნინაინანო ერთხელ მქონდა სიმღერაში კონცერტი. კარგი გრძნობა დიდ სცენაზე დგომა და სიმღერა. მეორე კონცერტზე ფანდურზე დავუკარდა და თანაც ვიმღერე. ჭიდაობაში შესვლა იმიტომ გადავწყვეტე, რომ იქ გავძრიალდები და ჭიდაობას ვისწავლე. ჩხუბი მიყვარს ბავშვებიდან კარგადაც გამომდის. ერთხელ ჭიდაობაში მქონდა შეჯიბრება. მოვიგე, მაგრამ არ ვიცი რატომ მომწეს მესამე ადგილი. მე მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ტელეპორტაციის სუპერძალა. სამოგზაუროდ მინდა წავიდე ჩინეთში, იტალიაში და ინგლისში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელია 3 ყველაზე მთავარი პროფესია. ჩემი აზრით ეს 3 პროფესია ექიმობა, გამყიდველობა და მასწავლებლობა.
შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16 Pro Max. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა არის ბეშუმში რო ვიყავი და კიბეებზე ცხვირი ჩამოვარტყი. კარგ მოგონებას რაც შეეხება ჩემმა ბიძამ, რომ მიყიდა PlayStation-ი და არც კი ვიცოდი და სურპრიზი იყო ძალიან დიდი. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.